წიგნის დეტალური განხილვა, სტრუქტურა და ის საზეპირო მესიჯები, რომლებიც წიგნის მთავარ ღერძს წარმოადგენს. წიგნის მთავარი იდეა. ორი გონება. გოლემანი ხსნის, რომ ადამიანს აქვს ორი გონება. რაციონალური გონება, ის რომელიც ფიქრობს, აანალიზებს, თავის ტვინის ქერქი, ნეოკორტექსი. ემოციური გონება, ის რომელიც გრძნობს, იმპულსურია, ლიმბური სისტემა, განსაკუთრებით ამიგდალა. მთავარი პრობლემა. ხშირად ჩვენი ემოციური გონება იტაცებს რაციონალურ გონებას. ამას გოლემანი ამიგდალას გატაცებას ეძახის, რაც იწვევს გაუაზრებელ ქმედებებს. EQ-ს მიზანი ამ ორი გონების ჰარმონიაში მოყვანაა. კი. ემოციური ინტელექტის ხუთი შემადგენელი ნაწილი, სტრუქტურა. გოლემანი ემოციურ ინტელექტს ხუთ მთავარ კომპონენტად ყოფს. ეს არის ის ბირთვი, რაზეც მთელი თეორია დგას. 1. თვითშემეცნება, self-awareness. ეს არის EQ-ს საძირკველი. არსი. უნარი ამოიცნო შენი ემოცია ზუსტად იმ მომენტში, როცა ის წარმოიქმნება. მესიჯი. თუ არ იცი რას გრძნობ, ვერ გააკონტროლებ მას. უნდა შეგეძლოს თქვა, ახლა მე ვბრაზდები, ნაცვლად იმისა, რომ ბრაზმა მართოს შენი ქმედება. 2. თვითრეგულაცია, self-regulation. არსი. ეს არ ნიშნავს ემოციების ჩახშპვას. ეს ნიშნავს მათ მართვას. უნარი შეაჩერო იმპულსური რეაქცია, დაფიქრდე და შემდეგ იმოქმედო. მესიჯი. პაუზის ღილაკი შენს რეაქციებსა და სტიმულს შორის. სანდობა და კეთილსინდისიერება ზორედ აქედან მოდის. მოტივაცია, internal motivation. არსი. სწრაფვა მიზნისკენ არა ფულის ან სტატუსის გამო, არამედ შინაგანი ინტერესისა და სიამოვნების გამო. მესიჯი. მაღალი EQ-ს მქონე ადამიანები ოპტიმისტები არიან მარცხის დროსაც კი. მათ აქვთ მიღწევის ვნება. ემპათია, empathy. არსი. სხვების ემოციების გაგება. ეს არ არის მხოლოდ სანთაგრძნობა, ეს არის უნარი შეხედო სამყაროს სხვისი თვალებით. მესიჯი. ემპათია არის ლიდერობისა და წარმატებული გაყიდვების გასაღები. თუ გესმის სხვისი ტკივილი ან საჭიროება, შეგიძლია მასზე გავლენა მოახდინო. სოციალური უნარები, social skills. არსი. ურთიერთობების მართვა. ეს არის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უნარის პრაქტიკაში გამოყენება ადამიანებთან ურთიერთობისას. მესიჯი. ეს არის უნარი იპოვოს საერთო ენა ნებისმიერთან და შექმნა ეფექტური networking. საზეპირო მესიჯები და ციტატები. Key takeaways. აქ არის წიგნის ის ძირითადი აქსიომები, რომლებიც უნდა დაიმახსოვროთ. EQ მეტია IQ-ზე. IQ-ს შეუძლია სამსახურში აგიყვანოს, მაგრამ EQ